ახსია გუთო. სანამ მეგობრებო, გიბრუნდებით ვიდეოთი. დღეს გიგოსთან ერთად ვართ ბაშჭაჭუთან. დიდაოთობით სანამ ეს ვიდეო დაიდება, მანამდე გექნებათ გიგოს არხზე მე და გიგოს ვარჯიში უკვე ნანახი. ნახოთ ვინ დაასწრებს დაედიტებს. აი ხა ეს დაუდო და შედადებული აქვს. ხელები გავაკეთეთ. თუ არ გინახოთ გარეთ ნახეთ და შემდეგ გადმოდით. დღეს ვაკეთებთ მკერდს. ჩემს სტილს ვაკეთებ ისე? კი, თლიანად შენ მოხდა. აი მოკლედ ჩემი სტილი კი ისეთ, მაგრამ ვეცდები რომ გიგოს ხელი არ შეეშალოს, ეს ვარჯიშები გავაკეთე რომ 2 ოთხის მისაღები. ასე რომ წავიდეთ. ესე იგი, პირველ ვარჯიშს ვაკეთებთ პეპელას. გიგოს გაკეთებული ეს არ ქონია, ხო ეს ვარჯიში? ხო და ნუ შეგრძნება იდეაში კარგი არის. ცოტა ოდნავ უხეშია ჩემთვის. სხვა არაფერი, მაგრამ შეგრძნება იდეალურია ამ ვარჯიშზე. თქვენ ასე ვფიქრობთ? ეს იგი ნამდვილად არის აუღალავი. მე მაძლევს ეს ადამიანი ნამდვილად ძალიან კარგი მოტივაციას და დავაკვირდეთ. მისახესაც დავაკვირდეთ. ეს ბიჭი არის მონდომერი. და სამოგალი. მალადი. თანაბრად მოკიდე. ეხა ჭიმავ კერტს. შენ ძალი თუ ორივე. კაი ეს ვაშის ეგ. კაია. ამ დროს თავი უნდა მედოს? თუ კისერს არ ჭიმავ, მაშინ პრობლემა არ არის. თუ კისერი გეჭიმება, ჯობია გედოს. რამე არ გაინასკო. ბომბოკლა. ეს არჯინინის ბრალია, ეხლა რომ მეწვის მკერდი? არა, წაწვა ნაკლებად. თუ იმნემს ის თქო ის. შეგონი რაღაც სხვა რაღაცების დალია სანამ მე მოვიდოდი. არა, არაფერი. აი, დავაფიქსიროთ ნესტო. ესეც კი პროპორციულად ამბობს. ამ პროპორციულად გიგის ზოგადად და ზოგადად გენეტიკას დიდი ფაქტორი აქვს სპორტში. და გონი გიგის სამხრივ გაუმართ. ჩემგან გასხვავებით. ბომბოკლა. იქი ძუნთქავ? არ ვიცი. შეგუშას ის ძუნთქავ ჰაერს. მაგას გამოუშვი იქ რომ შემოიტო რომ წნევა არ აგიწიოს, გამოუშვა ერი. ჩატანსა ჩასფრთხა დაიწყე. მოაწექე გამოუშვი. აი ეგრე. გამოუშვი. აი ეგრე. კაი. დიდი 2. კაი, უნდა გეწოდეს. ერთი და კაია. არა, მაგას მოკიდე, სადაც ისინი წამოწმული. წვანები, მანდა, ხო, 1, 2, 3. სიო, ხაი გარი. კერძე მეყოფა გონი დღეს. მე. მე წამოგაწევინა. სახი მინდა. ბაშო ეს ღამის ტყის საათი ახლა. ზუსტად 3, 2, 1. დავია. პირი. გამოუშვა ეპიქთი რო წამოიღე მაშინ. ჩაისუნთქე, გამოუშვა ხლა.
ნუ კარად მოვაწვევდი. სიმხორა, მიდი. დაიხარები. ორი, დაიხარები. ერთი. უფ. აუ ბომბოკლა. და ლაიქეთ ვიდეო. სასიამოვნო იყო კოლაბორაცია და მშვიდობებით. კარგი ყავით. გამოიწერეთ გიგი სამხი. ესე იგი, ნუ წეგანს ხუმრობა იყო ის ტრენაჟორი არ მივასწრებათ ხო? კარგი ტრენაჟორია. უბრალოდ მიყვარს ხოლმე ერთ იგი ვორჩებს კეთება რომ უფრო მიჩვეული ვარ მოძრაობას და წომის მომატებაც შემიძლია შესაბამისად კარგი გზნობა მაქვს, იმიტომ რომ ახალ ვორჩებზე გადავდივარ, სანამ ვორჯი შევეჩვევი, მაქსიმუმს ვერვდებ ხოლმე. დღეს შევცვალეთ დაახლოებით ასე თუ ისე ვარჩევი მაინც. და ვაკეთებთ ტრენაჟორს, ნუ გავკეთებინა სმიტი, შევცვალეთ და ტრენაჟორს ვაკეთებთ. ზედამკერდისთვის მე პირადად სმიტი დაკავებული. ხო, მაგას ვთქვი, სმიტი დაკავებულია. და პირველი დაიწყო. პირველი არა. 12-15 წუთი. ხო. ანუ ეს სახელური მე პირადად ცოტა არ მომწონს. აი გიგო შეგვიძლია მოგიწონება არ ვიცი. სქელი არ გამიკეთებ. არა? ეს სქელი სახელურები აქვს რა და მე სქელი სახელურებს მირჩევენ ყოველთვის წვრილი სახელურები რა. ნუ ნახოთ შე როგორ მოგიწონება. ნახოთ. გიგი. მოგვიყევი. არა, მე მომიყევ, ალბათ ხალხმა იცის. რატომ გადაწყვეტე ბილდერობა? ავტოსებს რომ მოგიყევი. უნდა შეგეძლოს. სუმკიეს ხო იცოდა. ავტო გადაწყვეტე ბილდერობა. მე შევალდა თან. საინტერესო კითხვაა. გონი არ გაქვს პასუხი. მე არ მაქვს პასუხი მაგალითად. ხო, ნუ რაღაც ის განსაკუთრებული პასუხი არ მაქვს რა. აქ მოკიდა მაშინ. აი რა ვთქვა რომ რაღაც ძალიან განსაკუთრებული იმედები მაქვს მეთქი ამ სპორტში ჩემი თავისგან თუ არა. მინდა უბრალოდ მქონდეს, ასე თქვა ასე თუ ისე სამახსოვროდ, აი კარგი ფორმა, კარგი გამოსვლა, აი ეს ყველაფერი ჩანდეს, ეგ მინდა რა. ანუ რაღაც ვიღაც გასაკეთებო და არ ვაკეთებ ვიღაც დასანახად. ძიძის ფორმა პროსტა რა. აი სადო ჩემი თავი რადგან ხედავ რომ რაღაც კომერციული პოტენციალი მაქვს როგორც ფორმებით ისე პროპორციით. რავი. მაქვს რა, ანუ შემართება ყველაფერი ისე რომ შემიძლია ამ სპორტში გარკვეული პერიოდი მაინც რაღაცა გავაკეთო. განსაკუთრებულ პირადად ვამბობ რომ არაფერს. აი მართლა რაღაც ოლიმპიადა რაღაცები არა რა. და აი ოლიმპიადა რაღაცები არა და ოლიმპიადაზე გადის. მე მოყვარულებში ეგ. აი ნახე იგი მუღამია რაღაცნაირ რა იმ მინდა ხდები ანუ ესე არ არის რაღაც გამართლა მინდა რა რომ ეს კარგი ფორმა, კარგი შესაძლო. ახ რავი, მაგრამ აი პასუხი ის რომ ვიღაცას ხო ხდები მოხსნა ყველაფერი და ყველა საუკეთესო ეგეთი ამბიცია ამ სპორტში მე პირადად არ მაქვს. თორ რეალობა რაც არის იმას უყურებ რა. შემიძლია რაღაც კარგი ვიყო ამ სპორტში, მაგრამ აი რაღაც საუკეთესოს ვიცი რომ ამ პოზიციაში შემიძლია. მე მეთქი იმაზე მეტი შეგიძლია ვიდრე შენ გონია. ხო, მაგრამ აი ეს რაღაც საუკეთესო რაღაცები ნაკლებად ვფიქრობ მე. რატო? მიკი არ მაქვს ბიცეპსი. ნეკატიდი ჩაუჩება. მოუმატოთ. ეგეთი იმებში ხარ. 15-ს მოუმატებ. ჩემი მიზეზებზე შემიძლია ვისაუბრო. ვისაუბრეთ. ცოტა კომპლექსური მიზეზები მაქვს. და სანამ შენაკეთებ, შენ მაყურებელს გავაცნობ რა. ნუ პირველადი პირველადი მოტივი იყო ის, რომ ზოგადად გიგი მიცნობს რამოდენიმე წელია. და ისედაც იცის ხალხმა, რომ როგორც ასეთი სპორტული რეჟიმი არცოც არ გქონია, ხო? არც სახლში, არც კვებითი, არც დარბაზში. ყვება ჩემი საშინელება. ვიყავი ოფიციალურად დამოკიდებული, წყალს ავშავდი, გაზი ავშავდი. და აი ესეთი ხალტურის ფონზე მაინც რაღაცა გარკვეული ფიზიკური კონდიცია ყოველთვის მეჭირა და ერთხელაც გამიშდა ესეთი აზრი, რომ აი მოდი გიგო ხო მართლა რომ აი რაღაც სერიოზულად მოეკიდო ამ საქმეს, დაიცვა რეჟიმი, დისციპლინა.
ვარჯიშის მხრივ, კვების მხრივ და აი რა შედეგი შეუძლია მიაღწევს შენს ფიზიკას. ინტერესის დონეზე. ხო, ინტერესის დონეზე. თუ კონკრეტულად რაღაც მიზნები გაქვს, რომელიც უეჭველი გინდა რომ გააკეთო. ეს იყო, ანუ პირველადი მოტივი, რატომაც მომინდა რომ დამეწყო მზადება. ხო. მაგრამ მე უკვე რაღაც კიდე რაღაც ღირებულებებზე დავფიქრდი, ანუ და ერთ-ერთი იყო ის, რომ ზოგადად შენ ამ სფეროში ხარ და შენ კიდე ჩემზე უკეთ იცი, რომ ძალიან არასწორი პროპაგანდა თავიდანვე სამწუხაროდ მოხდა ფარმაკოლოგიის კი. უფრო ახალგაზრდებში. და აქ ძალიან მე რაღაც ვიტყვი ბოდიში. აი ხა მართლა მოფაემს. აი 10 წელში. ფარმა ისეთი ჩორბ რაღაც იქნება, որ დღეს არის კრეატინი. თავს დავდებ 10 წელში ეგრე იქნება. კრეატინს მაგერად ხალხი მიიღებს ტურინა ბოლოს, მეთანს ეგეთ რაღაცებს. და ხო პროტეინს მაგერად დავდებ ტესტენოს. თორე მე ჩორბ რაღაცა იქნება, აი ეხლაც უკვე ისე არის, რომ ყველა აი უცხოეთში ყველა 20 წელს კამანდა უკვე ფარმაზია რა. ხო და რეალურად ამან შედეგი მოიტანო, რეალურად არავინ არ უარყოფს, რომ ფარმასა თავისი ძალიან დიდი რეგალიები. რა თქმა უნდა, კი. ამას არავინ არ უარყოფს და ეს ყველას კარგად გესმის. ძალიან დიდი იმისა, კაც პლუსია ფარმას. არ არის ის რომ ხო ხდები ვიღაც რომ გეუტოს რომ რეჟიმი არის ძმა და მეტი არაფერი, ფარმას შეუძლის თე რაღაცა რეჟიმს არ შეუძლი პირდაპირ ვიტყვი. ანუ ნახე, რეჟიმი გაქვს, ხო? პლუს ფარმა გვაქვს სხვა არის. მე სამშაბათს რომ ორი ვიღაც რეჟიმის დააყენე, ერთ ფარმას იყენებდეს და მეორე არ იყენებდეს, ორი ერთი შედეგზე გავა, ვაფშე სხვა შედეგზე გავა რა. და ის გაძლევს რა, შესაძლებლობას გაძლევს. იმ შესაძლებლობას გამოიყენებ ეგ შენზეა. თამაში რომ ბონუს ტურს ხსნიდა. ხო, ანუ ეს არის შესაძლებლობის მოცემა, ანუ ფარმა იდე შეგარი. გაძლევ შესაძლებლობას არ გეუბნება, შეგიძლია ფარგლებს გაცდე. მაგალითად ყოფ დამკვიდრე შენს რეჟიმზე. ხო. მაგრამ ერთი აი მეორე ვარყოფითი კომპონენტი რო ვისაუბრო, ანუ არის ის რომ მეორე არასწორი წარმოდგენა შეიქრო, ფარმას გარეშე აღარაფერი გამოდის. აი ესეთი რაღაცა ტენდენცია მესმის, ანუ პროფესიულ დონეზე ვაღიარებ, რომ ეგრეც არ არსებობს რა, აგერ შენ ხარ მაგალითი, მე ვარ მაგალითი, რომ ნატურალურად ძალიან ჩხუბი შეიძლება. აი ზუსტად ეგ მოტივი არის, რომ მე ვარ პროფესიით მუსიკოსი, არაფერი არ მესაკრება აქვს და მე კაცმა რომელმაც მოვინდომე რეჟიმი დავიცავი ისქენი ესქენი გამოვიდი სცენაზე და დავდე ისეთი ფორმა რომ ყოფილიყავი კონკურენტუნარიანი ყველასთვის. ხო და მაგასო ეგ არის მომდენად ხო მოიდომს ადამიანი. ეს რამოდენიმე მოტივი მაქვს ძირითად შემთხვევაში. შემიძლია ყველამ თავის თავშუნეძებს პრობლემა რა, ეხლა მე პირადად მქონდა რა მუღამი და ვარქვა თუ პროსტ ამბიცია არ ვიცი ეხლა რომ ჩემპიონს გამოსულიყავით არე. არ ვიცი, ნებისმიერ ალბათ ვინც არ ვარჯობს, ან ცოტა ხანია ვარჯობს, ან რა ვიცი. პროსტ ადამიანს რო ანახო, აი ეს ფორმა სიტყვა რაც მე მეჭირა ნატურალურად, ალბათ იტყოდა რომ ეგ არის ჩემი საოცნო ფორმა. კი ბატონო. და მეტი აღარც მინდა გეტყოდა. მაგრამ ეგ არის რა მიზნების მოძრაობთ ხალხი ეგ არის. ბიდი. აია. იდე? ერთიც. დავა. ბიდი. გაია. აუ. ხარში წაიღო ეხლა თუ არ წაიღო ხარში? ხარში არ ემდე თანდათან ცოტა ტრიცეპსი დამა. ტრიცეპსი? ეგ ნიშნავს რომ ტრიცეპსი სუსტი გაქვს ესე იგი. მაგას რომ ამბობ მე ჩემ ვიდეოშიც რაც გადავიხეთ. აუ გიგო მანამდე რო გითხრა. შენი ღმერთთან კავშირი როგორია? უგესაუბრო მაგაზე. მე ჩემს ასე მოყვები. და რა როლი აქვს შენ ცხოვრებაში? ოპა. ოჩილარი TBC-ზე. ძალიან საინტერესო ფოტოშოლის და ძალიან ინდივიდუალური. ზოგადად გონია რომ თვითონ მართლმადებლობაც არ არის რაღაცა ერთ სიტყვაში მოცემული და თვითონ გზას უფლამდე და ღმერთამდე რასაც ვეძახით. ყველა ადამიანი ძალიან ინდივიდუალურია. ასეთი გამონაკლისი არსებობს. როლს რაც შეეხება არის ძალიან დიდი და ზოგადად ცხოვრებაში ნებისმიერ სწორებას, ნებისმიერ ქმედებაზე, ნებისმიერ მოვლენაზე და ზოგადად ბევრს აღონიშნავს რაღაც სიტუაციურად შეიძლება ძალიან მშვიდი ადამიანი ვიყო. იმის და მიუხედავად რომ ძალიან ემოციურად და რეალურად მაგას განაპირობებს ის რომ მოვლენებს მნიშვნელობას ვანიჭებ იმის მიხედვით როგორ აღიქმება თვითონ ჩემს სარწმუნოებაში და ყველაფერს ვაკეთებ დაშვებას ღმერთთან რომ სწორია. აი რაღაცა ელემენტარული რო არის რომ შეიძლება რაღაცა გაგიზიანდე, განერვიულდე და უცებ ფიქრდები რომ ანუ ეს ძალიან მესამე ხარისხოვანი არის სინამდვილეში, იმიტომ რომ ეს ანუ ეს რაღაც მატერიალური არის, რაღაც წამიერი არის და აი ეს ძალიან მეხმარება ზოგადად ეს თითქოს ძალიან ჩვეულებრივ ადამიანურ მომენტებში. ხო. მე რომელიც ადამიანი ვარ, ძალიან ემოციური და რა შეიძლება ნერვიულის. რომ
ფაქტობრივად ნებისმიერ სიტუაციას შემიძლია ვიყო 7-ად რა, იმიტომ რომ სწორებას ყველაფერს ვაკეთებ ყველა მოვლენის ღმერთთან და შენავი დაიწყე? სხვა შორის მე რას გამომდის და რაც გამომივა, ყველაფერს ღმერთთან ვაკავშირებ. იმიტომ რომ როდესაც თბილისში გადმოვედი, მაშინ ძალიან რთული პერიოდი მქონდა რა. და აი მარტო რო ვიყავი და აი რაღაცნაირად ვერაფერი გზას ვერ პოვლობდი, აი მაშინ ზუსტად ღმერთი და იმის მერე წესით რომ ყველაფერი რადიკალურად შევცვალე ჩემ ცხოვრებაში და ყოველთვის მიდი ერთის სწორედ ეგრე უყურებ ხოლმე რა, რომ რამდენად მისაღები, რამდენად სწორია რაღაც კონკრეტული ისე რომ მაინც კი რა თქმა უნდა ის რაღაც ვაკეთებ, რაც შეიძლება ვიცი რომ არ იყოს სწორი, მაგრამ უმრავლესობა რაღაცა ისე მაქვს შეცვლილი, იმის გამო რომ ვიცი რომ ასე არ უნდა იყოს, რომ აი ის ჩემთვის ყველაზე უპირველესია რა ღმერთი და რას ვაღწევ და რაც ჩემ ცხოვრების გარშემო ხდება ყველაფერი, ყოველთვის ღმერთთან არის დაკავშირებული რა. ჩემი შრომა ვაფშე ყველაფერი ღმერთთან ასოცირდება ყოველთვის. მე შვიდ გავაკეთებ. შეიძლება თქვენ გაგზავნოთ დაამატოთ. წონა არა. სათქმელი. ფუ. ბომბო კრემელია თქვა. მოდი წამოწევი მე თქვი. 3 ოკეი, ყოი მეც. აუშ. Stay with me. წავიდა. 10 დაგჭი. 1. წავიდა, შენით. ბომბო კლა. წავიდა. მოიცა, ეხლა მე სასწავლო რაღაცას ვიზავ. აჰა, ფამპი. მოციქნა. რადგან ჯერი გიგიმ გაიხა. ბომბო კლა. დავай. მე მივიდი ამ წონაზე? კი. გიგა დრო ამდენი გვაქვს? 20 წუთი ვარ დრო. ჩავტვით ხიმიები. 20 წუთი მოვასწრებთ ვარჯიში, იმედია. კიდე რა ვარჯიში გვაქვს? რავი, წინა დელტა ტრიცეპსი. დავай, დავай. ზოგადად ჩვენ ახლა მეცნიერ ვორჩებს გადავედით და 2 მისვლას ვაკეთებთ. კვირაში. ერთ მისვლას გავაკეთებთ, მე მოვალთ პარასკევს, კიდე ერთ მისვლას გავაკეთებთ და ეგ არის. მე კიდე მერესიც გაი თუ მოგეწონებათ მეგობრებო მე და გიგის ვიდეო და ეს კოლაბორაცია მეცნიერ ვარჯიშს გადავიღებ მეცნიერ ვარჯიშს გადავიღებ ფუ მაგრამ მე რო დავდებ ის ვიდეო ვაჯობებს ამას ატო გიგი ხო როგორც გამოჩენილი საზოგადო მოღვაწე და ცნობილი პოლიტიკოსი მომავალი გორის მერი ნათალი იგისვა თუ გააჩნიათ მე სპორტულ მიღწევებს როგორ შეაფასებდით სოციალური მედიის მდგომარეობას ფიტნესში? მოდი ფიტნესზე ვისაუბროთ. ფიტნესში ყარ არის. ფიტნესში როგორ ყარს იცი? აი მე აქ მოდის სუნი. კარგი, აბა გაგვიხსენე ახლა რას ნიშნავს რომ ყარს. ბჭარა ხე აქ კოლეგიალობა არ არსებობს. ვიღაც რაღაც ვიდეო და ტრენერი და იმის მაგევად რომ ვიღაც რაღაც დაასაფროს ერთმანეთი ის მარა დადო ან ახ მაგას არ არის რა. ვიღაც რაღაცა მიაღწია ხო? აი კარგი ვიდეო დადო მაგის საფუძველზე რაღაც მოსწავლეები მივიდა ვიღაცამ რაღაცა კარგი ვიდეო გადაიღო მართლა რა. ანუ აქ არის ძალიან დიდი შური. იმას რატო ყავს? მე რატო არ მყავს? შენ ერთ ამ განაპირობა ეგ შური. საიდან მოდის? ბჭო იქიდან რომ თითო რაღაც ვერ აკეთებენ, გონია თუ სხვისი ბრალია რა. აი რატო არის ჩემ ბრალ როცა
ხო ხდება ხა 12 საათია რომ ვიდეოს ვიღებთ. აი მართლა რატო ხა ჩემი ბრალი ეგრო შენ სიტყვაზე ვიდეოს არიღებ 12 საათს კი არც ერთ დროზე. ორი ჩემი ბრალია? არა ხო და მაგას ვამბობ რომ რაღაცნაირად ეძებენ მიზეს რომ ვიღაცაზე ხელი გაიშვირონ უაზროდ. ხდები აი არ ვიცი მე ყოველთვის ჩემ თავს რა ვიცი ვაკნინებ ხოლმე რომ რაღაცას რა ვაკეთებ ჩემი თავის ბრალია და რა ის რომ ვიღაცა ხო ხდები სხვა ედმოინდა რაღაცის ყოველთვის ჩემ თავს ვაბრალებ. მართულად არის საქმე მაგ მართულებით. არა მარტო ფიტნესში, ალბათ ყველა სფეროში ჩვენ ქვეყანაში. ეს მდგომარეობა არის სამწუხაროდ. მე თვითონ ახლა ჩემი როლი რაც არის, ვცდილობ რომ დადებითი ნოტა, ასე რომ ვთქვათ, შემოვიტანო სოციალურ მედიაში კუთხით. რამდენად გამოვდის, არ გამოვდის, ეგ მეორე საკითხია. ოგიგო მე ისინი გამოვლილი, ხა მე ხო ცოტა ხანი არა TikTok-ი მაქვს რაღაცა თემები. ამდენს იყავ 17-ს იყავ 18-ს იყავ TikTok-ი რო გავაკეთე. აა, ხელები. ხო. და რა, ვიღებდი ვიდეოებს. ნორმალ ფორმაში ვიყავი, იმიტომ რომ 8 წელი ვარჩობდა. მაშინაც ახლა 2 წელი თუ 3 წელი ვარჩობდი. კარი ფორმა მქონდა რა ასე, просто რაღაც ვიზუალი ხო თქვენ ჩემეწესეს და სხვა აქვს, საუბრის მანერა და სხვა აქვს და ჩემპიონში რავი, ხან ვარჩევს ვაზიარებდი, ხან რას ვაზიარებდი. რაც ვიცოდი ყოველ შემთხვევაში სწორი, რაც ყველას ვაზიარებდი. просто ის კი არა რომ ვიღაც რაღაც დაგიწევს ვიცი რა, შენ რა სწორი მფრამეს. არა რა, просто რაღაცნაირად ის უნდა რომ შენ რატო ასწავლი რაღაცას. რის გამო ასაკიროს ხოობა თუ აი რა ვერ ხვდები რა და ეს პრობლემა ეგ არის რომ მაინც ეს აგრესია მოდის ამ ცოტა დიდი კამანდისგან რა. ვინც აი 30-14 წელს არის უკვე აი ცოტა ჩვენს ხანაა დაგვიქონთ რა ეს ნაკლები ასე ვისაც გვაქვს სოციალურ ქსელს, მის დანიშნულებას, მის როლს და ამ ყველაფერს რო ვიყენებთ ჩვენ სასარგებლოდ იქ დიდად არ მოსწონთ ხვდები? ანუ მესმის რომ ძალიან ჩვენზე ძალიან ბევრი დიდი ტიპია, ძალიან კარგი მიღწევებიც აქვს, მაგრამ ეგ არნიშნავს რომ ჩვენ არავის არ ვიმსახურებთ, ან ხო რა, ეგ არის ხვდები? 45 არ გაქვს მინიმუმ. ხო აი შენ არ ხარ. ჩემი აზრით რაღაც მახსოვს ერთი ეგეთი კომენტარი შენ ვიდეოს. ერთად დამიწერა რა, სხვა შორის ყოველთვის მასაფორდებდა ხოლმე თაზო. მაგაში რა, როცა რაღაც ეგეთ ვიდეოზე რამეს მიწერენ ხოლმე, თაზო ყოველთვის მასაფორდებდა ხოლმე რომ აი ამბიც აქ ცოდნა, ესე და არ იმსახურს ამ კომენტარს. და მე ყოველთვის უმდებოდა ხოლმე. დააგილი, ვიღადავი. შენი ორგანიზმი ხო იცი რომ ცოტა სხვანაირად ცოტა. ბომბოკლა. დავიდა. ორი დავай. კაი. კარგით. ასე რომ სინჯაბში ყავს რა. ფიტნესი და ეს თემა ყავს. დიდმა აი შენები რო აქვს როგორ დავიყენო. ოღონდ ვენები არა სამქონია. აი, ნატურალურ რო გამოშვი, მაშინ გქონდა საკაიფოდ. ის მშრალეზი იდეაში მარტო. მე მაინტერესებს შენი აზრი ხა. მიუკერძოებად უშუალოდ ჩემზე სპორტული კუთხე რა თქმა უნდა, აი რა მოლოდინები ან რა პროგნოზები რა ფორმაში შეიძლება გამოვიდეს სცენაზე. შენ ესეთ ფორმაში ხარ? მე პირადად გარკვეულ მომენტში გონია ხოლმე რომ შეიძლება რაღაცა კონტეს მიპარებული. ყოილებს აქვს ხადი. ოღონდ მართლა არა, ისეთ ფორმაში ხარ, რომ სამწუხაროდ დღესდღეობით ძალიან ბევრი ფარმაზე მყოფი ვერ არის. ასე რომ მე ძალიან კარგი მოლოდინები მაქვს შენზე. მე ერთი საერთოდ შენ მაინც ისიყავი ხოლმე, გარეთ მოვარჯიშე და ფეხები იქ ხა ნაკლებად ქონა ხოლმე ჩართული და ცოტა ხა დაიწყე რა ეს წამოწევა თორე ზედატანში რა უდაოდ ძალიან მაგრად იყო ყველაფერი. ეხი მაგაზე სხვა შორის დარდობდი.
ფეხებზე? პროპორციაში. ახლა შენ მოდარდობდი იმაზე, რომ ძალიან სუბუქტონს აკეთებ ჩემი არ ჩემთვის სუბუქ. გიგი, ჩემი ორგანიზმი ცოტა სხვანაირად უშავს. ხოიც. აუ. ეხლა ჭამა გიწევს? კი. ხაჭოს. მე პროტეინს დავლოლ. პროტეინს დაჯერდები? რა? პროტეინს დაჯერდები? პროტეინსაც ვოგი. აი ხა შენ დააყენ. ჰა? ძალიან არ გადავაბნებოთ. კაი, გამორთებში. არა. იქ გადავიყოთ მე. ცა. იქით. იქით? ხო, ეს გაიწიე. ამ კომპონენტში არ ვიღწევა. გიგოს წინავს, იმიტომ რომ პირველი წუთებია. ეხლა გამოვიდა დარბაზიდან. კარგი ვიდეო გამოვიდა, კარგად ვისაუბრეთ. ვარჯიშსაც შეეხება, ცოტა დაგუგვიანდა და რაღაცეებზე ცოტა ვიჩქარეთ.